გაბრიელ გარსია მარკესი არის თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მწერალი, რომლის რომანმა მარტოობის 100 წელიწადმა მოახდინა კოლოსალური გავლენა იმდროინდელ მსოფლიოზე და ის ახდენს და აგრძელებს ამ გავლენას დღესაც. დიდი ხანია უკვე ეს წიგნი, ასე ვთქვათ, გვაჩუქა ამ მწერალმა, მაგრამ ერთი ეს მწერალი ცოცხალია და კიდევ ბევრ შედევრს ქმნის და მუდმივად, ასე ვთქვათ, ფორმაშია. ამავე დროს იგი არის ჟურნალისტი, ამავე დროს იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ამავე დროს და ასე შემდეგ. ძალიან ცოცხალი კაცია, ძალიან ამბივალენტური და საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვს რიგ საკითხებზე, ყველაფერზე მასთან დათანხმება შეუძლებელია, მაგრამ ერთ რამეში მკითხველი საზოგადოება შეთანხმდა, ძალიან სერიოზული შედევრი გამოუვიდა მარტოობის 100 წელიწადი, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები არის იმ საუკუნისა, რომელმაც ჩვენს თვალწინ ჩაიარა და მე-20 საუკუნის საუკეთესო ძეგლთაგანია. ხოსე არკადიო და ურსულა. ის ადამიანები, რომლებიც საფუძველს უდებენ ცხოვრებას და ბუენდიების გვარს. ანუ საფუძველს უდებენ მითოს, გარკვეულ სერიოზულ მითოს ბუენდიების შესახებ, იყვნენ ერთმანეთის მკვიდრი ბიძაშვილები. ამის გამო მთელი სანათესაო შიშობდა, რომ მათ პირმშორს გოჭის კუდი ექნებოდა თანდაყოლილი, ურსულას ესმოდა რა საშიშროებას წარმოადგენდა შრომავლობისთვის ახლო ნაცვლების სისხლის აღრევა, ხოლო ხოსე არკადიო კი ასეთ საფრთხეს მონაჭორად თვლიდა. მithkma motkma ინცესტის შესახებ ეგონა მას სისულელე და აინუნშიაც არაგდებდა მას. ქორწინებიდან თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ურსულამ მოახერხა და ქალიშვილობაში ინარჩუნა. ახალ დაქორწინებულთა ღამეები იქცა მომხანცველ და საკმაოდ სასტიკ ორთაბრძოლებად და მათ სასიყვარულო ნეტარების მაგვირად ხვდა წილად ეს საშინელი ბრძოლა ომი ერთმანეთთან და ერთხელ მამლების შეჯიბრებაზე ხოსე არკადიოს მამალმა მოუგო პრუდენსიო აგილეარის მამალს და პრუდენსიომ სხვა რო ვერაფერი ვერ მოახერხა გამწარებულმა თავისი მამლის წაგების გამო მეტოქეს გასაღიზიანებლად ცვედანობა დასწამა, ასე რომ არ იყოს ურსულა ამდენხანს ქალიშვილად როგორ დარჩებოდაო, აღშფოთებული ხოსე არკადიო სახლიდან შუბს გამოიტანს, პრუდენსიოს სასიკვდილოდ გაგმირავს, შემდეგ კი იმავე შუბით მუქარით მოუღერებს ცოლს, ურსულას აიძულებს მის ნებას დაემორჩილოს, ეს დღე იყო და ცოლ-ქმარის მოსვენება დაეკარგება, აგილეარის გასისხლიანებული აჩრდილი მათ მუდმივად თანსდევს, ხოსე არკადიო და ურსულა გადაწყვეტენ საცხოვრებელი მიატოვონ და სხვა ადგილას გადასახდნენ და სანამ სოფელს მიატოვებენ, ერთგვარ მსხვერპლშეწირვის რიტუალს ჩაატარებენ, ხოსე არკადიო დახოცავს მთელ თავის მამლებს, შუბს ეზოში მიწაში ჩამარხავს და ამის შემდეგ ცოლთან და მამაც თანასოფლელებთან ერთად მიატოვებს მშობლიურ კერას. 22 უშიშარი ადამიანი ცდილობს გზა გაეკვლიოს სხვისკენ, ისინი შეძლებენ ქედის გადალახვას და 2 წლის უნაყოფო ხეტიალის შემდეგ მდინარის ნაპირზე დაარსებენ სოფელ მაკონდოს. ამის შესახებ ხოსე არკადიო სიზმარში მას ჰქონდა სიზმარში გამოცხადება და ექვთელ მინდორზე წამოიჭიმა თიხისა და ბამბუკებისგან აშენებული 2 ათეულამდე ქოხი, ასე ჩამოყალიბდა ქალაქი სოფელი მაკონდო. ასე დაიწყო ახალი სამყარო, ასე შეიქმნა სამყარო, რომელშიც მრავალი თაობა იცხოვრებს, სანამ არ მოხდება თაობათა შორის, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა არ გაწყდება კავშირები და სანამ არ მოხდება მე-6-მე-7 თაობაში გადაგვარება იმ ტიპისა, რომელსაც მაკონდოს დაღუპვა შეუძლია და ამ გადაგვარების შემდეგ მაკონდო ისე დაიქცევა და დაიღუპება, თითქოს იგი არასოდეს არ არსებობდაო. მაგრამ მანამ აქ არის ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული ისტორია. ხოსე არკადიოს ჰქონდა სამყაროს შეცნობის სრულიად დაუოკებელი სურვილი, სწრაფვა, რომელიც არ აძლევდა მოსვენებას. ყველაზე უფრო კი მას აინტერესებდა გასაოცარი ნივთები, რომელიც წელიწადში ერთხელ მოაქვთ მოხეტიალე ბოშებს სოფელში. მაგნიტის ნაჭრები, ლინზა, საზღვაო ხელსაწყოები. ბოშებს ყავთ თავისი თავკაცი, მელქიადესი და აი მელქიადესისგან ხოსე არკადიო ალქიმიის საიდუმლოებასაც ეზიარება, თელ ღამეებს ატარებს უძილოდ, სულ ფიქრობს 1000 რამ ელანდება, 1000 უცნაურობას წარმოიდგენს ხოლმე, თითქოს ცეფ ცხელებას შეეპყროს, ისე კანკალებს თავისი
ზღვარგადასული ფანტაზიების რეალიზაციის სრულით გავა ხანი და სრულად დაკარგავს ინტერესს საკუთარი გიჟური იდეებისადმი, დინჯ უშფოთველ შრომით ცხოვრებას უბრუნდება, მეზობლებთან ერთად ზრუნავს სოფლის კეთილმოწყობაზე, მიჯნავს ნაკვეთებს, მუშაობს გზის გაყვანაზე, მაკონდოში არის პატრიარქალური ყოფა და ეს ყოფა ყველა შრომობს, ყველა კეთილსინდისიერად იქცევა, ეს ყოფა ყველას აძლევს საშუალებას თავი ბედნიერად იგრძნოს, აქ სასაფლაოც კი არა აქვთ, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ მომკვდარა, ურსულა შაქარყინულიდან სხვადასხვა ცხოველებს და ჩიტუნებს აკეთებს და დიდ მოგებას ნახულობს თავისი საქმიანობიდან, მაგრამ მოულოდნელად ბუენდიებთან რებეკა შეაფარებს თავს, არავინ იცის ვინა იგი, საიდან მოვიდა, მაგრამ ბუენდიები მას იშვილებენ, ამ დღიდან მოყოლებული მაკენდოში უძილობის ეპიდემია იფეთქებს, სოფლელები თითქოს განაგრძობენ თავის სამუშაოზე მოყაერთად შესრულებას სამუშაოს, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად უსაქმურობით კვდებიან, შემდეგ კი მაკონდოს თავს ახალი უბედურება დაატყდება, გულმავი წყობის ეპიდემია. გასაოცარი მხატვრული სახეა, გასაოცარი, აი არ ვიცი რომელმა ფანტაზიამ უკარნახა ეს მხატვრული სახეების მთელი წყება გაბრიელ გარსია მარკეს, მაგრამ გულმავი წყობის ეპიდემია ნამდვილად არის ის, რაც არავის არ ავიწყდება ამ რომანიდან. ცხოვრება შეუძლებელი ხდება იმ სინამდვილეში, წყალივით თითებს შუა რო ქრება, ავიწყდებათ ყველაფერი, ნივთების სახელები, რას აკეთებდნენ, რა უნდა გააკეთონ. ჯერ გადაწყვეტენ რომ ნივთებს ფირფიტები დააკრან და მათზე დააწენონ რა არის, მაგრამ შიშობენ რომ ჩქარა ისიც დაავიწყება თუ ისთვისაა საჭირო ესა თუ ის საგანი. კი ბატონო აწერია რა არის, მაგრამ რაში გამოიყენება. ხოსე არკადიო გადაწყვეტს მეხსიერების მანქანა ააგოს, მაგრამ მას ავადმყოფობიდან ჯადოსნური შინაური წამლით იხდის მოხეტიალე ბოშა, რომელიც მეცნიერი და სასწაულმოქმედიცაა, ესაა ჩვენი ნახსენები მელქიადესი, მისი წინასწარმეტყველებით მაკონდო აღიგვება პირისაგან მიწისა, მის ადგილას კი აღმოცენდება 1000 წლს გაწყინებული ქალაქი შუშის კედლიანი დიდი სახლებით, მაგრამ ამ ქალაქში ბუენდიების გვარის ხსენებაც კი არ იქნება. ხოსე არკადიოს არ სურს ამის დაჯერება, ღრმად წამს რომ ბუენდიების საგვარეულო არასოდეს გადაშენდება, ზუსტად ისე როგორც ჩვენ წამს რომ ჩვენ ვიქნებით და ჩვენი გვარი და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა და ყველაფერი ეს იქნება ყოველთვის. ასე ჟეროდა იმ პატიოსან კაცსაც, მელქიადესი ხოსე არკადიოს უჩვენებს კიდევ ერთ გასაოცარ გამოგონებას, რომელსაც წილად ხვდა ბუენდიას ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეესრულებინა, დაგეროტიპის გადაღებას რომ გაეცნობა, ხოსე არკადიო შეიპყროს თავისი უჩვეულობით არნახული იდეა, მოახერხოს დაგეროტიპის მეშვეობით ღმერთის გადაღება, რომ მეცნიერულად დაამტკიცოს ან უარყოს მამაზე ციერის არსებობა, ბოლოს და ბოლოს ბუენდია ჭკუიდან გადადის და თავის სიცოცხლეს ასრულებს საკუთარი სახლის ეზოში ვეებერთლა წაბლის ხეზე ჯაჭვით მიბმული. ხოსე არკადიოს პირველ ვაჟში, რომელსაც მშობლის სახელი დაარქვეს, მამამისის დაუოკებელმა ნებებმა მთელი ძალით იფეთქა, იგი თავის ცხოვრებას უთავბოლო თავგადასავლებში ფანტავს, ფლანგავს. მეორე ვაჟი აურელიანო, გონება გაფანტული ბოთე, იუველირობას მიყოფს ხელს, ამასოდეს სოფელი იზრდება გარდაიქმნება პატარა პროვინციულ ქალაქად, თავისი მღვდელი ყავთ, წესრიგის მცველი კატარინო საროსკიპო, პირველმა გაუჩინა ბზარი მაკენდოელების უბიწო ცხოვრებას. აურელიანო დაატყვა რემედიოსის მომსხიბლავმა და სულიად მომნუცხავმა სილამაზემ, ურსულას ქალიშვილი ამარანტა და ნაშვილები რებეკა კი პიეტრო კასპი შეიყვარებენ, იგი იტალიელი პიანოლების ოსტატია. ამარანტა და რებეკა ერთმანეთზე ეჭვიანობენ, მათ შორის ხშირად იფეთქებს ხოლმე ჩხუბი და აყალმაყალი, ბოლოს და ბოლოს რებეკა პიეტროზე ხელს აიღებს და ქალების ნამდვილ მუსუს ხოსე არკადიოს მიანიჭებს უპირატესობას, მაგრამ არკადიოს შემდეგი ცხოვრება ჭეშმარიტად ბედის დაცინვა. იგი ცოლის კალთას გამოკიდებული წყნარი და უღირღამო ოჯახური ცხოვრების ჭაპანს ეწევა, საბოლოოდ არკადიონ სხერპლი ხდება ვიღაცის ნასული ტყუისა, ერთობ შესაძლებელია რომ საკუთარმა მეუღლემ მოუღო ბოლო. რებეკა სახში ჩაიკეტება, ცოცხლად ისამარებს თავს, მშიშარა და ეგოისტი ამარანტაც მარტო რჩება, იგი მრთხალია და ვერ შეძლებს თავის სიყვარულით დაიცვას, ახალგაზრდობის წლები ჩიტივით გაუფრინდება, სიბერე მეუკაკუნებს, ამარანტა იწყებს საკუთარი სუდარის ქსოვას, მოქსოვს მას და მისი სიცოცხლე ჩაიფერკლება, რემედიოსი მშობლიარობას გადაყვება, აურელიანოს აღარაფერი ახარებს, სიცოცხლე მისთვის ას კარგავს, იმედი უქრება, ურტუნელად და მორჩილად თითქმის უღილღამო დღეების დაუსრულებელ რიგს, მაგრამ არჩევნების დროს სიმამლის ცინიკურმა მაქინაციებმა ბიულეტენები და მშობლიურ ქალაქში სამხედროების წრე გადასულმა სიტავხედემ აურელიანო თითქოს გამოაფხიზლა, პოლიტიკა მას რაღაც აბსტრაქტულ და
ბუნდოვან სფეროთ მიაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი იარაღით ხელში იბრძვის ლიბერალების მხარდასაჭერად, ომი გამოაწვრთობს მის ხასიათს, თუმცა სულიერად გამოფიტავს, ვინაიდან აურელიანო აშკარად დაინახავს, რომ ნაციონალური ინტერესებისთვის ბრძოლას ჩაენაცვლა დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ურსულა შვილიშვილი არკადიო სოფლის მასწავლებლად რომ მუშაობდა თავის დროზე, ომის დროს დანიშნეს მაკენდოს სამხედრო და სამოქალაქო მმართველად, ძალაუფლებამ იგი პატარა ტირანად გადააქცია, ადამიანების ბედიღბალი ფეხზე რომ კიდია, როცა ქალაქში ხელისუფლება შეიცვალა, კონსერვატორებმა არკადიო დახვრიტეს. აურელიანო ბუენდია კი რევოლუციურ ძალთა მთავარსარდალი გახდა, მაგრამ თანდათანობით იგი თავის თავს უწყდება, რომ სამართლიანობის დასამყარებლად კი არ იბრძვის, არამედ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, გადაწყვეტს ომი დაამთავროს და ამით იხსნას საკუთარი თავი აბსურდული ქმედებისგან. იმ დღეს, როდესაც მოწინააღმდეგეები დაზავების აქცია წერენ ხელს, ბუენდია შეეცდება თვითმკვლელობით დაამთავროს სიცოცხლე, მაგრამ აქაც უმტყუნებს ბედი და ცოცხალი გადარჩება, ბრუნდება საგვარეულო სახლში, უარს ამბობს სოლიდურ პენსიაზე, რომელიც ეკუთვნოდა თანამდებობის გამო ცხოვრობს ოჯახიდან გამიჯნული, მარტოსული, საკუთარ თავში ჩაკეტილი და თავს ირჩენს ზურმუხტის თვალებიანი ოქროს თევზების გამოჭედვით. ყველაფერი ეს უამრავი ადამიანი, უამრავი თაობა, ბევრი ადამიანის ბედი, განწირულობა, ბრძოლა, დაპირისპირება, პოლიტიკა, სამხედრო ამბები, რევოლუცია, ლიბერალობა, კონსერვატიზმი, ყველაფერი ეს ბოლოს და ბოლოს დამთავრდება იმით, რომ ევროპაში განათლების მისაღებად წასული ამარანტა მშობლიურ პენატებს დაუბრუნდება, ერთი ოცნება აქვს, მაკონდო უნდა აღორძინოს, ურსულას არაკლი არ ჭკუა, არც ენერგია, ძალას არ იშურებს, როგორმე განახლების სული შტაბეროს მაკონდოს ქვით, მაგრამ მისი ყველა მცდელობა ამაოა. აურელიანო საკუთარ მამიდასთან აკავშირებს დამღუპველი, ყოვლის შთამთქმელი, გონიერებისგან სრულიად დაცლილი ვნება, ახალგაზრდა წყვილი პირმშოს ელოდება, ამარანტა ურსულა იმედოვნებს, რომ სწორედ მას არ გუნებს ბედისწერა აღორძინოს ბუენდიების გვარი გაწმინდოს მანკიერებისგან, ეს შვილი ხომ ბოლო 100 წლის განმავლობაში დაბადებული ბუენდიების ბავშვებისგან განსხვავებით სიყვარულის ნაყოფია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყრმას გოჭის კუდი აქვს გამომული, ის გოჭის კუდი, რომელსაც ასე თავშივე ეშინოდა სანათესაოს, აურელიანო მელქიადესის პერგამენტებს ჩაშიჩინებს და მოიკითხავს, რომ მას აღარ უწერია უკანასკნელი თავშესაფრის დაპატოვება, ვინაიდან პერგამენტების გაშიფრას როცა დაამთავრებს, მაკონდო აღიგვება პირისაგან მიწისა და სამუდამოდ გაქრება კაცობრიობის მეხსიერებას.